რასიზმ თუ გეტყვით, რომ ცხოვრება სავსეა კორუფციით, ნეპოტიზმით, ფულის გათეთრებით და არსაიდან გამოკვეხებული რუსებით. ნორმალურ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს დიდი ალბათობით რომელიმე Netflix-ის სერიალი გაახსენდებოდა, მაგრამ არა ქართველს. გაგიკვირდება და ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობა ფორმულა 1-ის პრობლემაც გახდა. თუ ჭურში არ გძიდავთ, ალბათ გაიგებდით, რომ 24 საათის განმავლობაში ალპინმა მოახერხა და ფორმულა 1-ის გუნდისთვის ალბათ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, გუნდის თავკაცი და ერთ-ერთი პილოტი გაუშვა. მშრალ სტატისტიკას რომ მივყვეთ, ყველაფერი ლოგიკურია. გუნდი, რომელიც წინა სეზონს მე-6 ადგილზე ორმაგი პოდიუმით ასრულებს, ერთ წელიწადში მხოლოდ კი გზაუბერს არ უნდა ასწრებდეს. მაგრამ საქმე იმაზე ჩათლახურადაა, ვიდრე თქვენ გონიათ. ყველა გუნდი გარდა ლიდერებისა და ვილიამსის 2026 წლის რეგლამენტზეა გადართული. ბიუჯეტი იზოგება, გუნდები შაშადელის შესახებ ასპარეზობენ და სწორედ ამიტომ ლოგიკურად როგორც შაშადელის სეზონი დასრულდა, გუნდებიც ისე უნდა იყვნენ წელს, ხომ? არა. წლევადელი ალპინის სტანდარტულად საშინელებაა სეზონის პირველ ნახევარში. გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი სწრაფი მოსახვევებია. უბრალოდ რენოსრავი იმდენად მკვდარზე ვენოკია, რომ ამასაც ვერ იყენებენ. 6 რბოლის და 2 სპრინტის შემდეგ ჯეგდუარის დოლბა ქულამ და 5 ერთზე წაგებულმა კვალიფიკაციამ გასვლისთან მოქმედებაში მოიყვანა ის 6 რბოლიანი კონტრაქტი, რის მიხედვითაც ჯეკი როტაციაში მოხვდა კოლაპინდოსთან. იმოლადან კი არგენტინელი ჩავარდება იგივე დღეში. რაც შეეხება ოლივერ როუს, საქმე ცოტა სხვანაირადაა. ყოფილი კარტინგის ჩემპიონი, ამჟამინდელი ჰაიტეკის მფლობელი. კაცი, რომელიც თავს იწონებდა იმ ფაქტით, რომ ყველაზე ახალგაზრდა გუნდის თავკაცი იყო გრიცზე. თავის კაბი დატოვა. თითქოს ბრუნო ფაბინის შემდეგ გოლი კარგად მოერგო გუნდს. ის კი არა სეზონი როგორც მეხუთე მანქანა ალპინმა ისე დაასრულა. მაგრამ არსაიდან ფორმულას აპლიკაციამ გვაქვს, რომ ეს ერთი შეხედვით სიმპათიური ადამიანი თავის თანამდებობას ტოვებს და მას ანაცვლებს 75 წლის ფლავიო ბრიატორი. თავიდან კი ვიფიქრე სიბერეში ისე მოუდა ამგას თავის გამოჩენა თქო, მაგრამ საძაღლია მარხის თავი აგერ ნახავთ. 2015 წელი ოლივერ თავის მასთან ერთად ასპარეზზე აბრუნებს გუნდს. ჰაიტეკ გრან-პრის, რომელიც დღემდე ასპარეზობს ფორმულას ქვედა სერიებში. მეტიც ამ გუნდმა 2023 წელს განაცხადის კი გააკეთა ფორმულა 1-ში მე-11 გუნდობაზე, მაგრამ სასტიკი უარით გაისტუმრეს. თუ რატომ სულ ცოტა ხანში თქვენ თვითონ მიხვდებით. ოლიმ თავისი ძმა ვილიამი მენეჯმენტის მხარეს დასვა. ალბათ დარწმუნებული იყო თავისი ოჯახის წევრის შესაძლებლობებში. ხოლო 2016 წელს მოწყალება გამოიჩინა კვიპროსში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, ბერგტონ მენეჯმენტმა და ჰაიტეკის საკმაოდ დიდი მხარდამჭერი გახდა. სწორედ ამ ხალხის დახმარების შეძლო ოლის გუნდმა ფორმულა 2-ში მოღვაწეობის დაწყება. მაგრამ იცით ვისე გუნდის ბერგტონ მენეჯმენტი? ჩემს სახზე უკვე მრავალჯერ აკეთილ დიმიტრი მაზეპის. მაგრამ მიკითხავთ, მაშინ რატომ კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია? რაზეც გიპასუხებთ, რომ კვიპროს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადი 12.9% აქვს. ასევე სხვა ბენეფიტებთან ერთად კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიის აქციების მფლობელების დამალვა შედარებით მარტივია. სწორედ გაუმჭირვალი გადარიცხვები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰაიტეკი ფორმულა 1-მდე არ მიუშვეს. 2022-ში კი სანამ ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს დაასანქცირებდნენ, გუნდი ისევ ოლიოუქს დაუბრუნდა. 2023-ში კი ჰაიტეკის 25%-იან წელს ყაზახი მილიარდერი ვლადიმერ კიმი დაეპატრონა. ყველაფერი ასე მარტივად არ მორჩეილა. გაგიკვირდება და 2025 წლის 1 მაისს სილვერსტოუნ პარკთან ჰაიტეკის ბაზაზე პოლიცია მაიყვანა ვილიამ მოუქსი. X რაოდენობის კეშთან ერთად. დაჭერის მიზეზად კი არალეგალური კაპიტალის ტრანსფერი დასახელდა. დაუზუსტებელი, მაგრამ თან რაღაც დონეზე დაზუსტებული ინფორმაციით, ჰაიტეკის მთავარი ფულის მომწოდებლები ისევ რუსეთის ფედერაციიდან იყვნენ. ოღონდ ამჯერად ყაზახეთის გავლით გუნდის ახალი თანამფლობელის სახელით. ვილიამი კი იმ მომენტში უკან ზიზია ფულს აბრუნებდა. როგორც აღმოჩნდა, ოლივერმა უბრალოდ მოვლენებს დაასწრო წინ და სანამ გუნდიდან გააგდებდნენ თავად დატოვა პოსტი. მაგრამ როგორ დასრულდება უქსების და რუსული ჭუჭყელი ფულის ისტორია მხოლოდ რო გვიჩვენებს. ან ეს ისტორია ჩაიფარცხება და ისე დამთავრდება, რომ ვერაფერს ვერ გვიჩვენებს. ამ გუნდს ისტორიულად ყველაფერი უნახავს. დაწყებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით, დამთავრებული ძალით დამძროული პილოტით. მაგრამ საბოლოოდ რაელის ალპის. ფრანგული გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ისტორიულია დღეს გრიცზე. დამაიმედებელი მომავლით, რასაც მერსედესის ძრავი ქვია 2026 წლიდან. მთავარი პილოტიც მშვენიერი ყავთ პიერ გასლის სახით. ერთადერთი პრობლემა ალბათ ნორმალური მეორე მძღოლია, რომლის აპონელადაც გუნდი 5 რბოლიან კონტრაქტს თავაზობს ყველა მსურველს. ბრიატორის კი ხელზე ჭიამაია თუ დაждდება, ზუსტად ვიცით რის პოვნას ასწხოს.